გამარჯობათ, მე ვარ სალომე მიქაია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტი. ჩემი ვიდეო ლექციები წინა ვიდეო ლექციის გაგრძელებაა და ამ შემთხვევაში შევეხები ლიცენზიისა და ნებართვების კანონის მე-9 თავს, რომელიც გულისხმობს უწყებრივი სალიცენზიო და სანებართვო რეესტრები, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და პასუხისმგებლობა. უწყებრივ სალიცენზიო სანებართვო რეესტრს აწარმოებს ლიცენზიის ნებართვის გამცემი. ლიცენზიის ნებართვის გამცემს ლიცენზიის გაცემას მასში ცვლილებების შეტანის, მისი გაუქმების და დუბლიკატის გაცემის შესახებ მონაცემები გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში შეაქვს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში. უწყებრივ სალიცენზიო სანებართვო რეესტრში ასევე შეიტანება მონაცემები ლიცენზიის მფლობელის შესახებ, დასახელება საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ, საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროსთვის ან მის გამგეობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისთვის, მეწარმეთა და არასამეწარმეო, ანუ არაკომერციული იურიდიული პირების რეესტრის რეგისტრაციის თაობაზე მონაცემები, ანუ ინდივიდუალური მეწარმისთვის ან იურიდიული პირისთვის. სახელი, გვარი, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის თაობაზე მონაცემები ფიზიკური პირისთვის. მონაცემები ლიცენზიის მფლობელის საფირმო სახელწოდების, ანუ სახელის, გვარის, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის, ადგილსამყოფელის შეცვლის ან რეორგანიზაციის შესახებ. ლიცენზიის ნებართვის სახე ან სახეები, სალიცენზიო სანებართვო მოწმობის ნომერი და გაცემის თარიღი, ლიცენზიის ადმინისტრაციული წარმოებით გაცემული ნებართვის გამცემის იურიდიული მისამართი და შესაბამის გადაწყვეტილებაზე ხელმომწერი თანამდებობის პირის ვინაობა. ლიცენზიის ან საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით ნებართვის გამცემი ვალდებულია პირველ რიგში გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოაქვეყნოს მონაცემები ლიცენზიის გაცემის, მასში ცვლილებების შეტანის და მისი გაუქმების თაობაზე. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემულ ნებართვის გამცემი აქვეყნებს საჯაროდ. კიდევ ყველას აქვს უფლება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით გაეცნოს უწყებრივ სალიცენზიო სანებართვო რეესტრის მონაცემებს და მიიღოს ლიცენზიებთან, ნებართვებთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისთვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. ლიცენზიის ან ნებართვის გამცემის მიერ ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით დადგენილ ვადაში ლიცენზიის ან ნებართვის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობა ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილ ვადებში გადაწყვეტილების მიუღებლობა გამოიწვევს ბრალეული თანამდებობის პირის უფრო დაბალ თანრიგის თანამდებობაზე გადაყვანას 6 თვის ვადით. ამ მუხლის მეორე პუნქტში მითითებული სამართალდარღვევის 3 წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ამ თანამდებობის პირის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას. ლიცენზიის ან ნებართვის გამცემის მიერ ამ კანონის მე-10 მუხლის მე-18 პუნქტითა და 26 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სალიცენზიო ან სანებართვო მოწმობის დაუყოვნებლივ გაცემაზე უარის თქმა გამოიწვევს ბრალეული თანამდებობის პირის გაფრთხილებას. აღნიშნული სამართალდარღვევის 3 წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ამ თანამდებობის პირის სამსახურიდან გათავისუფლებას. რაც შეეხება 26 მუხლს, მე-11 პუნქტს და მე-10 მუხლს და მე-18 მუხლს, წინა ვიდეო ლექციაში განვიხილე მუხლები სათითაოდ. დაუშვებელია თანამდებობის პირის დანიშვნა იმავე თანამდებობაზე, რომლიდანაც გათავისუფლდა ამ მუხლში მითითებული საფუძვლით. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ დაუშვებელია ამ პირის დანიშვნა გათავისუფლებული თანამდებობის შინაარსისა და ფუნქციის მქონე სხვა თანამდებობებზე. ეხლა ვისაუბრებ მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ.
რაც შეეხება დადგენილების რეგულირების საგანს, მიზანსა და ვადებს. ეს დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს. დადგენილების მიზანია მისი რეგულირების სფეროში ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და პრინციპების განხორციელების უზრუნველყოფა. იმ შემთხვევაში, როდესაც მშენებლობას ახორციელებს საქართველოს მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად მშენებლობის ნებართვა არ გაიცემა და მათ მიერ მშენებლობისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესით გინდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით. დადგენილებაში მითითებული ვადების ათვლისას საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეები არ ჩაითვლება. რაც შეეხება დადგენილების პრინციპებს. მშენებლობის ნებართვის გაცემა და სანებართვო პირობების დადგენა ხორციელდება შემდეგი პრინციპებით. სიცოცხლესა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება, ასევე უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და შენარჩუნება, საკუთრების უფლების დაცვა და რეალიზაცია, საჯაროობა, ერთი სარკმლის პრინციპი, დუმილი თანხმობის ნიშანია და პასუხისმგებლობის პრინციპი. რაც შეეხება სამშენებლო საქმიანობის ობიექტებს. სამშენებლო საქმიანობის ობიექტი არის მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, მათ შორის დამხმარე და დროებითი შენობა-ნაგებობები. სამშენებლო საქმიანობის ობიექტის შექმნა და გამოყენება რეგულირდება კანონმდებლობის, მათ შორის ამ დადგენილებისა და სამშენებლო რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვით. მიწის ნაკვეთების სამშენებლო საქმიანობისთვის გამოყენების შესაძლებლობების მიხედვით იყოფა შემდეგ სახეობებად. ეს სახეობებია პირველი სამშენებლო მიწის ნაკვეთი, სამშენებლოდ შეზღუდული მიწის ნაკვეთი, სამშენებლოდ შეუსაბამო მიწის ნაკვეთი. სამშენებლო საქმიანობისთვის მიწის ნაკვეთის ამუხლის მესამე პუნქტით განსაზღვრულ სახეობის შეცვლა ხდება კანონმდებლობის, მათ შორის განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე. რაც შეეხება მიწის ნაკვეთის საზღვრების კონფიგურაციის ცვლილებას. მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ ეფექტიანად გამოყენება ბისათვის შესაძლებელია მათი საზღვრების კონფიგურაციის შეცვლა, სათანადო ხელშეკრულების, მათ შორის ნატურალური ან ფულადი კომპენსაციის საფუძველზე. მიწის ნაკვეთების საზღვრების კონფიგურაციის ცვლილების საფუძველია მომიჯნავე ნაკვეთების მესაკუთრეებს შორის დადებული შეთანხმება მიწის ნაკვეთების საზღვრების კონფიგურაციის ცვლილების თაობაზე. საზღვრების კონფიგურაციის ცვლილება რეგისტრირებულ უნდა იქნეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. მიწის ნაკვეთების საზღვრების კონფიგურაციის შეცვლა ხორციელდება მესაკუთრეთა ინტერესების დაცვითა და სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე, საკუთრების უფლებათა გადანაწილებით. ერთი მხრივ სახელმწიფო თვითმმართველი ერთეულის და მეორე მხრივ კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს შორის საზღვრების კონფიგურაციის ცვლილება ხორციელდება შეთანხმების საფუძველზე. საზღვრების გამიჯვნა რეგისტრირებულ უნდა იქნეს საჯარო რეესტრში. ეს პირობები არ ვრცელდება აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევაში. სამშენებლო შეუსაბამობა მიწის ნაკვეთი. მიწის ნაკვეთს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეიძლება მიენიჭოს სამშენებლოდ შეუსაბამო მიწის ნაკვეთის სტატუსი. აღნიშნული სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთების განვითარება შესაძლებელია მხოლოდ შეუსაბამობის აღმოფხვრის შემთხვევაში. რაც შეეხება სამშენებლო მიწის ნაკვეთის დაყოფას და გაერთიანებას. მიწის ნაკვეთების სამშენებლო ეფექტიანი და
გამოყენებისათვის შესაძლებელია სამშენებლო მიწის ნაკვეთის დაყოფა და გაერთიანება კანონმდებლობის დაცვით. სამშენებლო მიწის ნაკვეთის დაყოფის შემთხვევაში, რომელზეც განთავსებულია შენობა-ნაგებობები, უნდა დაიყოს ისე, რომ დაცული იყოს დასახელებასთა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეკონომიური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 ივლისის ბრძანებით მეხუთე თავის მიწის ნაკვეთებზე შენობათა განთავსების პირობებისა და მათი მაქსიმალური სიმაღლეების განსაზღვრისათვის დადგენილი მოთხოვნები. რაც შეეხება დროებით შენობებს და ნაგებობებს. ობიექტის მშენებლობასთან დაკავშირებული დროებითი ნაგებობები უნდა განთავსდეს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით განსაზღვრული ვადით. საზოგადოებრივ ან მის მომიჯნავე ტერიტორიაზე განთავსებული დროებითი შენობისა და ნაგებობების გამოყენების მაქსიმალური ვადაა 1 წელი და შესაძლებელია ყოველი ვადის ამოწურვის შემდეგ ვადის მაქსიმუმ 1 წლით გაგრძელება. ვადის ამოწურვის შემდეგ, როდესაც არ ხდება ვადის გაგრძელება, აუცილებელია დროებითი შენობისა და ნაგებობის დემონტაჟი, ან დაშლა ან დანგრევა. ტერიტორიიდან გატანა, აგრეთვე ამ ტერიტორიის კეთილმოწყობა ან პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა. საზოგადოებრივ ტერიტორიაზე განთავსებული დროებითი შენობისა და ნაგებობის გამოყენების ვადას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. სამშენებლო მოედანზე მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების შესაბამისად განსაზღვრული მშენებლობის წარმოებასთან საჭირო დროებითი შენობისა და ნაგებობის გამოყენების ვადა განისაზღვრება მშენებლობის განხორციელების დოკუმენტით. არასაზოგადოებრივ კერძო მიწის ნაკვეთზე განთავსებული დროებითი შენობა და ნაგებობა, გარდა ამ დადგენილებით პირველი კლასით დაქვემდებარებული მახასიათებლის მქონე შენობისა და ნაგებობებისა, საჭიროებს მშენებლობის ნებართვას დადგენილების შესაბამისად. რაც შეეხება შენობის ნაწილებს და მახასიათებლებს. სახურავის ის ნაწილები, რომლებიც გადადის ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ საზოგადოებრივ ან მესამე პირთა საკუთრებაში არსებულ ნაწილებზე, ან რომლებიც მდებარეობს სადარბაზო შესასვლელების ზემოთ, აღჭურვილი უნდა იყოს იმგვარი მოწყობილობებით, რომლებიც უზრუნველყოფენ დაცვას თოვლის, ყინულის ან სახურავის ნაწილების ჩამოცვენისგან და სახურავთან დაკავშირებული სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად გამოყენებული უნდა იყოს მოსახმარად უსაფრთხო საშუალებები. შენობის მზიდი კონსტრუქციული ნაწილები, ანუ კედლები, კოლონები, რიგელები და სხვა, უნდა იყოს მდგრადი, ცეცხლგამძლე, რამდენადაც ამას შესაბამისი სამშენებლო და ტექნიკური რეგლამენტი მოითხოვს. სამყოფისათვის გამოყენებული ფართობის განსაზღვრა, სამყოფისათვის ფართობი განისაზღვრება მის შემომსაზღვრელ კედლებს შორის არსებულ იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის ფართობით, მათ შორის არსებული საყრდენი კედლების და კოლონების ფართობის გარეშე. მათი არსებობის შემთხვევაში სამყოფის ფართობში შედის ლოჯისა და ასევე ვერანდის ფართობები. დღევანდელი ჩემი ვიდეო ლექცია ამით ამოიწურა და დიდ მადლობას გიხდით ყურადღებისთვის.